სტაბილური მაკროპარამეტრები და მზარდი ეკონომიკა საქართველოში იყო პრეზენტაციების ერთ-ერთი მთავარი თემა, რითაც ორგანიზატორები და ფორუმის სპიკერები დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ. თბილისი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ინვესტორებს მასპინძლობს, ფორუმს კომპანია Invest Georgia UAE საქართველოში უკვე მესამედ ატარებს ამ ღონისძიებას ინვესტორები, უმსხვილესი საბროკერო კომპანიების წარმომადგენლები, უძრავი ქონების სპეციალისტები და ასევე ცხადია ქართული დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებიან, როგორც არის მეტროპოლი, ბიოგრაფი რივინგი, VR Holdings-ი, Redco, Astoria. სექტორში არსებულ ძირითად ტენდენციებზე პრეზენტაცია TBC კაპიტალმა წარმოადგინა. ღონისძიებას ჯამში 5 ათეულზე მეტი დელეგატი ესწრება და ეს არის Invest Georgia UAE-ს, როგორც გითხარით, უკვე რიგით მესამე საქმიანი ფორუმი. როგორია არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ინვესტორების განწყობები საქართველოში ინვესტირებაზე? რა მიმართულებები არის მათთვის საინტერესო და რა შედეგები აქვს კომპანია Invest Georgia-ს, რომელიც ქვეყნებს შორის საინვესტიციო კავშირების გამყარებას საკმაოდ აქტიურად ცდილობს და ამას მუდმივად ამტკიცებს ამგვარი ღონისძიებების გამართვით. ანუკა ჯოხაძე ესწრებოდა ფორუმს და დეტალებს სიუჟეტში გიზიარებთ. საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების აღმოსაჩენად Invest Georgia-მ 50-ზე მეტ პოტენციურ ინვესტორს და უცხოელ ბროკერს 4 დღიან ფორუმზე უმასპინძლა. ფორუმის მიზანი, რომელსაც Invest Georgia უკვე მესამედ მასპინძლობს, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის საინვესტიციო კავშირების დამყარება და პოტენციური ინვესტორებისთვის, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა სექტორის განვითარებას აფასებენ, საინტერესო წინადადებების შეთავაზებაა. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ინტერესი მზარდია, რასაც ქვეყანაში მსხვილი საინვესტიციო პროექტების დაანონსებამაც ხელი შეუწყო. ჩვენ მესამე ღონისძიებას ვაწყობთ ახლა, ასევე მივიღეთ ფორუმში ამ თვეში მონაწილეობა სხვა დეველოპერებთან ერთად. ახლა ექსკლუზიურად ვაკეთებთ ამას. გვაყავს საქართველოში ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე დეველოპერები წარმოდგენილი და ამას ვაცნობთ იმ დიდ საბროკერო კომპანიებს, იმ ინვესტორებს, იმ დელეგაციას, რომელიც ახლა ყავს ჩამოყვანილი. Invest Georgia, რომელიც მესამეჯერ უკვე ატარებს ფორუმს, რა თქმა უნდა, ჩემი პირადი კლიენტებისგან არის დაინტერესება ქართულ ბაზარზე და დიდი ალბათობით და სურვილი მაქვს, რომ სამომავლოდ Invest Georgia-სთან ერთად განვახორციელოთ ინვესტიცია უკვე საქართველოში. როგორც ასეთი ბაზარი აქტიურად უკვე წამოიწია წინა პლანზე საქართველოს ბაზარი და მეტი დაინტერესება არის უცხოელი ინვესტორებისგან და მოდის უკვე დაინტერესება პირადად ჩემთან, როგორც დუბაიში, ასევე საქართველოს. ფორუმზე დამსწრე ინვესტორების ნაწილი საქართველოს პირველად სტუმრობს. ბიზნეს მედია საქართველოსთან ღიად გამოხატავენ ინტერესს და ადასტურებენ, რომ ახალი შესაძლებლობების ძიებაში არიან. განსაკუთრებული ინტერესი უძრავი ქონების ბაზრისა და სტუმარ მასპინძლობის ინდუსტრიის მიმართ იკვეთება. კითხვაზე თუ რა არის ის ფაქტორები, რასაც ისინი ინვესტიციის განხორციელებისას ყურადღებას აქცევენ, ამბობენ, რომ მთავარი მოქნილი საგადასახადო პოლიტიკა, ინვესტიციიდან მაღალი ამონაგები და უსაფრთხოება, რასაც საქართველო უზრუნველყოფს. Ფიქრობ, საქართველო ბევრი ქვეყნისთვის ძალიან მიმზიდველია იმ შემოსავლებით, რასაც გვთავაზობს. ვხედავთ უამრავ საერთაშორისო დეველოპერს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და თურქეთიდან, რომლებიც ჩამოდიან საქართველოს განვითარებაში მონაწილეობის მისაღებად. იქნება ეს ბათუმში, თბილისსა თუ გუდაურში. თითოეულ ამ ქალაქს განსხვავებული და უნიკალური შეთავაზება აქვს. მომდევნო 3 დღის განმავლობაში ჩვენ გვეგმავთ გუდაურის სათხილამურო კურორტის მონახულებას. იქ რამდენიმე პროექტის განვითარებას განვიხილავთ. ზოგი ბრენდირებულია, ზოგი არა. მინდა გავიგო, რა პოტენციალი არსებობს. პირველად ვარ საქართველოში, აქამდე არ ყოფილვარ, მაგრამ გავიგე, რომ ბოლო დროს ძალიან კარგი საინვესტიციო შესაძლებლობები გაჩნდა, განსაკუთრებით დუბაელი ინვესტორებისთვის. დაინტერესებული ვართ უძრავი ქონებით, განსაკუთრებით ბრენდირებული საცხოვრებლებით. ასეთი რეზიდენციები ძალიან პოპულარული გახდა, რადგან უამრავი ვიზიტორი ან ინვესტორი მოდის, რომლებსაც ასევე სურთ საქართველოს მონახულება მთელი წლის განმავლობაში მისი ბუნების გამო, განსაკუთრებით სათხილამურო კურორტების გამო. სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ბევრმა ადამიანმა უკვე ჩადო ინვესტიცია აქ. უცხოელ სტუმრებს საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მთავარი ტენდენციების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია TBC კაპიტალმა გააცნო. ქართულმა დეველოპერულმა კომპანიებმა კი თავიანთი პროექტების უპირატესობების შესახებ ისაუბრეს. მათი შეფასებით, უცხოელების წილი გაყიდვებში წლიდან წლამდე მზარდია.
განსაკუთრებით კი პრემიუმ კლასის პროექტებში. ჩვენ ძალიან კარგი პარტნიორობა გვაკავშირებს Invest in Georgia-სთან და როგორც აღნიშნეთ, უკვე მესამეჯერ ვიღებთ მონაწილეობას მათ მიერ ორგანიზებულ უძრავი ქონების ფორუმში. ძალიან გვახარეს, რომ საქართველოსადმი მოთხოვნა და ინტერესი იზრდება ყოველდღიურად, რაც აისახება ინვესტორების რაოდენობაში, რომლებიც ამ ფორუმში იღებენ მონაწილეობას და თვითონ ბიოგრაფიის ჭრილს შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს გაყიდვებში უცხოელი ინვესტორების წილი იზრდება ყოველწლიურად და თითქმის უკვე 40%-ში ადგენს. ტენდენცია და ის მიზიდულობა, რომ უცხოელი ინვესტორები საქართველოს უძრავი ქონების ბაზრით ინტერესდებიან, საკმაოდ გაზრდილია და სტატისტიკასაც და გაყიდვების შედეგებსაც ეხება. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენ შედეგებს, შეიძლება აღინიშნოს, რომ წილი საგრძნობლად გაიზარდა, დაინტერესება უფრო მეტად, ანუ უფრო მეტად ფიქრობენ და კითხულობენ, აი რა სახის პროდუქცია არის საუბარი, რამდენად შეესაბამება ჩვენი პროდუქტი და ხარისხი მათ სამიზნე აუდიტორიას, ვისთანაც ეს საბროკერო კომპანიები და ეს ინვესტორები მუშაობენ. უძრავი ქონების სექტორი საქართველოს FDI-ის მოცულობაში გასული წლის 9 თვეში მეორე ადგილს იკავებდა. დარგში ჯამურად 165 მილიონ 128,000 დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, რაც 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 43.4% აღემატებოდა. არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან კი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე 8 მილიონ 100,000 დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. Invest Georgia-ს პარტნიორი ბროკერები საქართველოში 4 დღის განმავლობაში დარჩებიან და ყველა მიმდინარე პროექტს მოინახულებენ, რომელიც გაერთიანებული საამიროების ბაზარზე Invest Georgia-s მხრიდან ექსკლუზიურად იყიდება. საქართველოში ფორუმი Invest Georgia-s ორგანიზებით უკვე მესამედ ჩატარდა და როგორც კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მისი რაოდენობას და სიხშირეც მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, რისი მიზანიც და мотиваციაც ქვეყნებს შორის საინვესტიციო კავშირების კიდევ უფრო გამყარებაა.